გამარჯობათ მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ქართული ტვ's ერთგულო მაყურებლებო ჩვენ დაუბრუნდით ესევ ერთი კვირის შესვენებით პროექტი სახელწოდებით მოგეხსენებათ საქართველოს გუშინ დღეს ხვალ და ჩვენ როგორც უზენაეს საბჭოს წარმომადგენლები მისი ჯგუფს წარმოადგენმე და უფლებამოსილი ვარ ამ ჯგუფის სახელით ასე თქვა ვილაპარაკო. მოვლენები და პროცესები კი კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება, კარგად მოგეხსენებათ სოფლიოში რა ხდება, იქ ირანში, იქ ისრაელში, იქ რუსეთში, უკრაინაში ჩვენთან და ცეცხლის ალში და რკალში ვართ გახვეულები და სამწუხაროდ აქაური მდგომარეობას ტრაგიკულია, შეიძლება ითქვას, ვერაფრით ვერ შევთანხმდით უმთავრეს ფასეულობებზე, სტრატეგიაზე და მიზნებზე და შესაბამისად მდგომარეობაც ესეთი ძალიან უმძიმესია, შეიძლება ითქვას. ახლა მინდა დავიწყო მაინც როგორც უზენაეს საბჭოს წარმომადგენელი თემატიკები ბევრი გვაქვს განსახილველი, მაგრამ უპირველესად მინდა დავიწყო ეს უზენაეს საბჭოს დიდმა ათეულობით ადამიანმა მთხოვა მე ახლა გვარებს არ ჩამოვთვლე თქვენ იცით ესენი ხშირად ესეთ საზოგადოებაში და აქ ტელესტუდიაში ხშირად სტუმრობენ ეს არის ბატონი ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრება უზენაესის საბჭოს დეპუტატის როგორც ასეთი ეს არის ადამიანი მოგეხსენებათ ახლა დაპატიმრებულია მიზეზი ძალიან ბანალური და რაღაც გამაოგნებელია შეიძლება ითქვას პოლიტპატიმრების სხვებიც არიან, მაგრამ ესე დაპატიმრების მოტივი კიდე განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გაფორმდა 91 წლის 9 აპრილს 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე და საქართველოს აღიდგინა დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი, რომელიც დაკარგა 21 წელს ბოლშევიკური აგრესიის შედეგად და ამის შედეგად ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და მთელმა მსოფლიომ გვაღიარა იმ ფარგლებში, რომელიც ტერიტორიულ დაურღვეველი შეიძლება ითქვას რა. მათ შორის ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორია იურიდიულად დღესაც რომ ჩვენი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება ეს აქტი განაპირობა იმ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტმა და ბატონ ბადრი ჯაფარიძესაც თავისი მოკრძალებული წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში. მით უფრო გამაოგნებელია რომ იჭერენ ადამიანს ხაზგასეთ მინდა აღვნიშნო ადამიანს იჭერენ რომელსაც დამოუკიდებლობის იდეისთვის ბევრი გაიღო როგორც ასეთი და რას თხოვენ ამ ადამიანს რომ არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ ასე თქვა კომისიაზე რომელსაც ისიც ვერ გაურკვევია აღმასრულებელია თუ საკანონმდებლო ორგანოა სტატუსიც არ არის გარკვეული და უზარმაზარი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი თან ოპოზიციის კვოტა დარღვეულია ნახევარი მაინც უნდა იყოს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით იჭერენ ადამიანს რომელმაც დამოუკიდებლობის აქტში მიიღო ნიშნულოვანი წვლილი რა რომ ანუ ეს არის სრული ნონსენსი სრული პარადოქსი და ახლა ამასთან შეგუება არც უზენაეს საბჭოები და არც ხვები არ უნდა აპირებდნენ მე ყველა პოლიტპატიმრს პატივს ავცემ აბსოლუტურად ყველა სოლიდარული ვარ ზიამაღლობელი და ეს ბიჭები ახალგაზრდა ბიჭები და რა ვიცი ახლა თელრიგი კასკადე სერიების დაჭერეს უკანონოდ გასამართლების ისინი წავიდა სერიები ხო მაგრამ ეს კიდე ცოტა სხვა მოვლენა არის რა სამართლებრივი თვალსაზრისით თორე პატიმარი ყველა პატიმარია და მე ახლა ლიბერალური კუთხით თუ მიუდგები და ამ თვალსაზრისით ამ კუთხით ლიბერალი ვარ იმ თვალსაზრისით რომ გარკვეულწილად ფართო ამინისტიის მომხრევა რა როგორც ასეთი ოღონ დამნაშავეების და კრიმინალების და უმძიმესი დანაშაული ვისაც მიუძღვის მათ მიმართ ნამდვილად არა ვარ ლიბერალი მაგრამ საერთოდ ეს ადამიანები დროულად უნდა იქნა განთავისუფლებული ამ თემას აუცილებლად შევეხებით ახლა კონსტიტუციის დარღვევაზე ვილაპარაკეთ ხო სულ კონსტიტუციური დარღვევებია ირგვლივ მოგებრება უნდა გითხრათ
და უზენაესმა საბჭომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაც მიიღო, ეს არის მიწის საკუთრების ხელშეუხებლობა და საქართველოს მოსახლეობის კუთვნილად გამოაცხადა უძრავ-მოძრავი ქონება, ხე, ტყე, მიწა, წყალი და ასე შემდეგ. ყველა ხელისუფლება მეტნაკლებად და საერთოდ ზოგიერთმა კიდევ სულ გადააჭარბა თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას, თავის თავზე მოირგო ეს კონსტიტუცია, როგორც ასეთი და აიწყო მიწაწყლის, ქართული მიწაწყლის უმოწყალოდ გაფლანგა სხვა ადამიანებზე, სხვა მოქალაქეებზე, ყოველგვარი კანონიერებისა და გონიერების, ასე თქვათ, სტანდარტების დარღვევით დაიწყო მისი განკარგვა და გასხვისება რა. აი ახლაც ხო ეს ყველაფერი შევიდა ძალიან ისეთ ფაზაში, ძალიან საშიშ ფაზაში, იმიტომ რომ კატასტროფა კიდევ უფრო გვიახლოვდება თუ არ შევცვალეთ ეს ყველაფერი თავისი ხელისუფლებით, თავისი კონსტიტუციით, რა თქმა უნდა ლეგიტიმურად. საშიში ხასიათი მიიღო და აი ახლა ამ წუთას კი 2 საათზე დაიწყო პროცესი ქვემო ჭალაში ეს მოგეხსენებათ ქალაქის გარეუბანია, მოსახლეობა გამოვიდა თავისი მიწის დასაცავად, რომელსაც დანაშაულებრივად, არასამართლებრივად ჩამოაჭრეს ეს უფლებამოსილება და მათ მიმართეს ბატონ ვაჟა ოთარაშვილს, ჩინებული პოეტი, მაღალი შეგნების ადამიანი, ჩემი მეგობარი, რომელთან მე 92-15 წლის პარლამენტში ვიყავით ერთად სხვათა შორის, იქიდან არის ჩვენი ურთიერთობა ათulis წერტილი იქიდან. დღესაც გრძელდება სოფხედელობითი ფასეულობების ასე თქვა დაცვა ერთობლივად და ეს ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ არაბებმა შეისყიდეს დანაშაულებრივად კიდევ ვიმეორებ ყოველგვარი კანონების გვერდითავლით, რას აკეთებენ ახლა ესენი გეტყვით რა. არის მიწის სტატუსი, შეიძლება ითქვას, რომ ბატონმა ნოდარ ნათაძე უზენაეს საბჭო ჯგუფი იყო, ეს დაახლოებით 2010 წლის ფარგლებში არის ეს აქტი. ბატონი ნოდარ ნათაძე, ბატონი პაატა ყოღვაშვილი, ჩემი გარდაცვლილი მეგობრები, უახლოესი ძმები, მეგობრები, რა ვიცი, რა უწოდო არ ვიცი. პარტნიორები და მებრძოლები, რომლებიც გადასახდნენ მარადიულ სამყაროში, აი მაშინ ჩვენ კონსტიტუციის დაცვის თვალსაზრისით ვიჩივლეთ გარკვეულ სასამართლოს მივმართეთ და მოვიგეთ ეს სარჩელი, სხვათა შორის, სადაც უცხოელებზე მიწის გაყიდვა, აი განსაკუთრებული ვარიანტების გათვალის გარდა ხელშეუხებელი იყო რა, როგორც ასეთი და ეს თითქოს და დამკვიდრა. შემდგომ მოვიდა ოცნება, როგორც ასეთი და ეს ხვრელი გახსნა, როგორც ასეთი და განსაკუთრებული შემთხვევაში ესეთი ჩაურთეს ესეთი ქვეტექსტი და განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გაყიდვა და ეს განსაკუთრებული რა არის, აბსტრაქტულია და ესენი როგორც საკუთარ კოსტუმს და ჩოხას და ტანსაცმელს ისე ირგებენ კონსტიტუციას და ფლანგავენ ამ ყველაფერს რა. ეს მიწაში ხო ვერ დაეტიენ, ასე თქვა და ახლა გადავიდან კულტურული მემკვიდრეობითობით სტატუსის, ასე თქვა, მოხსნაზე რა. ანუ ხო არის ესეთი ადგილები, ხო, მაგალითად, ხო, სადაც აი კულტურული მემკვიდრე და იუნესკოს ეგიდით არის ხელდასმული და ხელშეუხებელია. ჯერ უხსნიან, ასე თქვა, განსაკუთრებული მიწის სტატუსს, შემდგომ უხსნიან კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს და როდესაც ამისგან გაანთავისუფლებენ, შემდგომ ყიდიან გადამთიელებზე და ამის შემდეგ სოფელიც არიელდება, ტერიტორიაც არიელდება და ჩვენ ძალიან მოკლე ხანში აღმოჩნდებით დიდ უმცირესობაში რა, როგორც ეს გადასახლება, მიგრაცია, ემიგრაცია კატასტროფული ხასიათი მიიღო. ჩვენ მონსტრენი ვართ თუ მეტროში შევბრძანდით რა, ქუჩაში გადეთ და შეხედეთ, ასე ვთქვათ, ადამიანებს, ვინ ჩამოდეს, როგორ ჩამოდეს, რა რას ესახი, მემკვიდრეობის ბინადრობის უფლებას როგორ იცავენ,
ორმაგი მოქალაქეობას თუ იმას როგორ იცავენ და ეს ყველაფერი ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კეთდება. ამის გამოვლენა სწორედ ეს სასამართლო, რომელიც ახლა ბატონი ვაჟა ოთარაშვილი უდგას სათავეში და იმედია ჩვენ ქართულ ტივ-ის დირექციას დიდი მადლობა რომ დროულად აშუქებს. ერთადერთი ტელევიზია შეიძლება ითქვას რომ აი ეს საკითხები ეროვნული საკითხები მაღალ სიმაღლეზეა. სხვები რეაგირების გარეშე ტოვებენ ამ ყველაფერს თითქოს და ვიღაცა სხვის ქვეყანაში ხდებოდეს ეს როგორც ასეთი და ამიტომ დროული მოქმედებაა საჭირო და აქ არის კიდე გიმეორებთ აი სოფხედელობრივი საკითხების ასე თქვა გადაჭრა რა და აი ამ თვალსაზრისით უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება რომელიც ეროვნულ სახელმწიფოებრივ პოზიციებზე მაღალ სიმაღლეზე იმყოფება და საქართველოს უზენაეს საბჭოს 9 აპრილამდე სახელმწიფოებრიობის მონაპოვარი რაც აქვს ხო მთელი რიგი საკითხებით რაც მოგახსენეთ თავისი აფხაზეთის საკითხის თავისი ცხინვალის საკითხის თვითმმართველობის მომენტების ამ ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებელია აი ამის ბაზაზე მეცნიერებთან და კულტუროლოგებთან და კომპლექსურად სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს სასწრაფოდ ისეთი ჯგუფი, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას და რომელიც მომავლის ნათელ კონტურებს დაუბრუნებს ამ მოსახლეობას რა. ეს არის ზეამოცანა და ამას როგორ გავაკეთებთ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული რა. ახლა მინდა გადავიდე კიდე უფრო სწორედ გავაგრძელო ეს თემა რა პატიმრების და ახლა ტრაგიკული სახეს იღებს ეს მოშემშილეთა და ეს ბავშვების დაჭერილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ ახალ გუშინ წინ დაიწყო ხო ელენე ხოშტარიამ ასე თქვა შემშილობა გამოაცხადა გედევან ფოფხაძეც შეუერთა შემშულობას და ახლა მინდა ამ ფაქტზე შევჩერდე რა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან. აი, როდესაც ადამიანი, ასე თქვა, შემშილობს, ხო, ეს არის თუ გულწრფელი არის და მისი мотиваცია ნათელი თუ არის და ეს სხვა რაღაც ზაკრული და ქვედა ესენი არა, ქვენა გზნობებზე არ არის დამყარებული მისი შემშილობა, ეს არის მართლა რაინდული აქტი და უსამართლობის წინააღმდეგ არის მემართული, როგორც ასეთი და ეს არის საკუთარ ფიზიკურ და ბიოლოგიურ სხეულზე ამაღლება და მასთან პაექრობა შეიძლება ითქვას. ეს ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ მამამისთან და დედამისთან დიდი ხნის ურთიერთობები მაქვს. ელენე საერთოდ არ იყო ამ ქვეყნად, როდესაც მე ამ ოჯახთან მეგობრობდი და ესეც კიდე დამატებითი მომენტია ჩემთვის, რომ ეს მე დამატებით ტყივილს მაყენებს რა. ისე როგორც ნებისმიერი, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდე განსაკუთრებით. ახლა რა შეიძლება გამოიწვიოს ამაზე შევჩერდები. ერთი ის, რომ ეს ჰეროიკული აქტი რო არის, ეს არის საკუთარ თავთან პაექრობა, როგორც ასეთი, ის დამანგრეველი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, აი ამ უსამართლობისადმი დამოკიდებულება, დუელში გამოწვევა შეიძლება ასეც ითქვას, რაინდული აქტია კიდევ მეორე, მაგრამ პოლიტიკა მაინც შედეგებზე არის ორიენტირებული, როგორც ასეთი, ვერავინ ვერ აუკრძალავს ამა თუ იმ აქტის ჩატარებას, ვერც მე და ვერც ვერავინ, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ გარკვეულწილად სხეულებრივი და ეს დაზიანებები არ მიიღოს, მით უმეტეს ერთხელ მიიღო ელენემ ძალიან დიდი დაზიანება რა, როდესაც შემშილობდა როგორც ასეთი, ახლობით 3 წლის წინ იყო ხო, დაახლოებით თუ 4 წლის წინ ზუსტად ვერ გეტყვით მაშინ, დაახლოებით მაგ ფარგლებში და დაიზიანა რა ჯანმრთელობა რა. და მაშინ კიდე სხვა დრო იყო, როგორც ასეთი, კიდე დღევანდელი ხელისუფლება მაინც მეტნაკლებად ანგარიშს უწევდა დასავლეთ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ამერიკელებს, დასავლურ, ასე თქვა, მარცხაჯულებას, პოლიტიკურ
პერსონებს და ასე შემდეგ. დღეს სხვა სურათი არის. დღეს პირიქით რაღაც ესეთი შეიცვალა და ადრე თუ შეიძლებოდა რაღაც გავრილოვის გამო კობახიძე გადაეყენებინათ და აფსაეთში გაეშვა ბიზინა ივანიშვილს დღეს პირიქით ლიავება და კიდე ახალ და ახალ ასე ვთქვათ დანაშაულებებისკენ უბიძგებს სამწუხაროდ ეს რეალობა არის ვერსად გავიქცევით როგორც ასეთი ამიტომ როდესაც ირჩევ შიმშილობას და თავგანწირვაზე ასე ვთქვათ მიდიხარ სწორედ უნდა გათვალო შენი რესურსებით საკუთარი შენი გუნდის ასე ვთქვათ და არსებული რეალობაც კიდე. ახლა შედეგი პირდაპირ გეტყვით მარტო ჩვენზე და მოსახლეობაზე და პარტიაზე და ემაზე არ არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ხო? ეს საპროტესტო ტალღა რაში გადაიზრდება და ასე შემდეგ. ეს მაინც გლობალურ პროცესებზე არის დიდწილად დამოკიდებული, პირდაპირ უნდა გითხრათ და ჩემი აზრით მე უთხარი კიდევაც რომ დრო არ ვიცი რამდენად სწორედ არის შერჩეული საშემშილოდ ალბათ უკეთესი იქნებოდა, როდესაც აი საბოლოო ვერდიქტი, როდესაც გამოცხადდება და საქართველოში კვანძი, როდესაც გაიხსნება და კვანძი გაიხსნება, მეგობრებო, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულად ვიტყვი მაშინ რა, როდესაც ამერიკის სენატმა, რომელიც მეგობართა ჯგუფის მიერ იყო შედგენილი, პირდაპირ გამოაცხადა, რომ ის ვერ შეეგუება საქართველოს ამ ტერიტორიაზე საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს, ამიტომ ის ყველანაირად დაიცავს მის უფლებებს, როგორც ასეთი და ეს მის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის, რომ აქ რუსეთი, ჩინეთი და ირანი, როგორც ასეთი, მათი სათარეშო და მაგათი იურისდიქციის ქვეშ არ მოექცეს და დესუვერენიზაცია საქართველოსი არ მოხდეს რა. როდესაც ამ კანონის დონეზე ხდება ამ ყველაფრის განცხადება და ეს შემდგომ გადაეცემა კონგრესს აღსასრულებლად და პარალელურად კიდე ახლა დიდმა ბრიტანეთმა რა მარცხაჯულების აქტები მიიღო, ესეც კარგად მოგეხსენებათ, ეგ სანქციების თელი რიგი პროცესები რაღაც დამოკლეს מחვილივით არის ჩამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე, ძალიან კარგადაც გზნობენ თუ რა ელოდებათ მაგათ. აბსოლუტურად გაუგებარია რა ხო და მე მინდოდა მეთქვა რომ აი ეს დროც ისეთნაირად უნდა შეერჩიათ მაგათ როგორც ასეთი და თავი დაეზოგათ ამისთვის როგორც ასეთი და სწორი რეზონანსი მომხდარიყო ეს ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული მე მაგათ რესურსებს ბიოლოგიურ სასიცოცხლო პარტიოს ვერ გავთვლი რა თქმა უნდა მაგრამ ყველას ჯანმრთელობას უსურვებ და კიდე ზოგიერთი ბნელი ადამიანების ტვინის და გულის განათებასაც ვისურვებდი, თუმცა დიდი იმედი ამისი არ მაქვს. ახლა რაც შეეხება კიდე მსგავს პროცესებში, როდესაც ქვეყანა ესეთ სარისკო და დამღუპელ ნაბიჯებს ადგას, როდესაც წაგებული ქვეყნის ხარეს თამაშობ, წაგებული რეგიონების მასში თამაშობ მოედანზე რა. რუსეთი და ირანი მქონდა მხედველობაში. ირანის ფაქტორი შეიძლება ითქვას ამოვარდა. ჩინეთი კიდე ცოტა სხვა სალაპარაკოა, თუმცა იგივე მომენტებია მანდ, ხო? როდესაც წაგებულის ხარეს დგეხარ, ხო? შენს იჟები რა. აი პირველი სოფლიო ომის გამო ჩვენ იმიტომ დავისაჯეთ, რომ წაგებული მხარეს ამ შემთხვევაში გერმანიის ხარეს ვიყავით, გადახრილები და შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში გერმანელებს დიდი წვლილი ჰქონდა და ისე დიდი როლიც ითამაშეს თავის დროზე. თუმცა როგორც პარტნიორი დამარცხებული აღმოჩნდა, გამარჯვებული ანტანტა აღმოჩნდა ანგლოსაქსონური სამყარო და საფრანგეთი და რუსეთი და თურქეთი დამარცხებული და შესაბამისად ჩვენ ტერიტორიების დავკარგეთ და დიდი დესუვერენიზაცია ასე ვთქვათ განვიცადეთ. მსგავსი რაღაცა რო არ მოხდეს, მე ვაფრთხილებ ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, დე ფაქტო ხელისუფლებას, ამ ისტორიულ სინამდვილეს გაუსწორონ თვალი და თავის გადასარჩენად თუნდაც გადადგან შემხვედრი ნაბიჯები. ვინ შემხვედრ ნაბიჯებს არ ადგან, ძალიან ცუდად ასრულებს და ახლა მაგათ მაგალითებს მე თავს არ შეგაწყენთ ამით რა. ამიტომ ესე როგორც პლახატნუკი რომ მოიქცა მოლდოვეთში, რომელმაც
ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით დიდი გავლენა და გაცილებით დიდი უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები გააჩნდა. ჩვენი ერთ დღეს ჩაალაგა ყველაფერი დატოვა თავისი სამშობლო და გადაბარგდა ამერიკაში. ასევე გაგახსენებთ ერდოგანის მაგალითს, როდესაც წინა პირველი არჩევნების დროს ტრამპი პრეზიდენტი რო იყო, მაშინ მან გააკეთა ძალიან ესეთი ნაბიჯი და იქ პასტორი იყო რა, პროტესტანტი და რაღაც ეთქობა რაღაც თურქული მართსაჯულებით რაღაც გადააჭარბა, თუ სადავო საკითხი იყო, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით და ერდოგანმა დააპატიმრა, ანუ სასამართლომ რა თურქულმა მართსაჯულებამ და რამოდენიმე კვირა ყავდა რა. ეს ტრამპმა და მთელმა ამერიკის მთავრობამ და მოსახლეობამ შეურაცხყოფად აღიქვა და წავიდა რაღაც საშინელი ბლოკადები, საფინანსო, ეკონომიური და ერთი კვირის თავზე, ასე ვთქვათ, ეს პასტორი გაანთავისუფლეს, თითქოს არაფერიო და დაალაგდა ურთიერთობა. როდესაც თურქულ რომელიც რეგიონალური ლიდერია და რომელსაც დიდი ამბიციები აქვს და ამბიციური ლიდერი ყავს, ესეთ იმაზე მიდის და თქვენ საერთოდ რას წარმოადგენთ ათლიანად ჩვენი ქვეყანა, ხო? თურქეთთან შედარებით კი არა, ჩვენ ვართ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე არ შემდგარი საუბედუროდ ქვეყანა, რომელსაც ყავს რაღაც თვითმარქვია ინსტიტუტები, ორგანოები, რომელიც ყველანაირ უფლებებს ასე ვთქვათ არღვევენ და რა იცი ბავშვები საპატიმროში მოსახლე სასამართლოები უზურპირებული პოლიტიკური სისტემა არ არსებობს და რა ვიცი ახლა ეს რა ტრაგედია შეიძლება დამთავრდეს ახლა ამაზე ახლა დიდი სიბრძნე ამას არ ჭირდება. ამიტომ გონებას მოუხმონ კიდე ერთხელ გიმეორებ ამადანიას და მოიქცენ სამართლებრივი სახელმწიფოს ასე ვთქვათ ელემენტარულ ფარგლებში რა. ასევე გუშინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დასავლეთი აღიარებს პრეზიდენტად გამოვიდა და მორიგი ასე ვთქვათ სიტყვები თქვა და ერთიანობა და გამარჯვება და ჩვენ გავიმარჯვებთ და ასე შემდეგ. მე მინდა ერთი-ორი სიტყვით შევეხო ამ თემას რა, რომ ერთიანობა არ არის თვითმიზანი, ერთობა რა თქმა უნდა უდიდესი იდეაა, მაგრამ პოლიტიკაში კონკრეტულად, როდესაც გახლეჩილია ქვეყანა რაღაც 2-ად და 3-ad, როგორც მათ შორის ოპოზიციაც რა, ზოგიერთი უკვე პოლიტიკური ლიდერი იქ წავიდა ემიგრაციაში ლამის. აქ კიდე ორგვარი სტანდარტებია, იგივე თვითმმართველობასთან დაკავშირებით იქ გუშინ რასაც უყურეთ ჩვენ ეს ერთიანი გუნდი არ იყო, როგორც ასეთი დარღვეულია ეს ერთიანობა. ამიტომ ფუნდამენტალურად არის გადასახედი რა ეს საკითხები. რა თქმა უნდა, ნდობის ლიმიტი ჯერ ქალბატონ ზურაბიშვილს არ აქვს გამოწორული, თუმცა თუ ესე გააგრძელა ესეთი ინერციისვლები და ახალი სასიცოცხლო იდეები თუ არ შემოიტანა ცხოვრებაში და საზოგადოებას არ წარუდგინა, ძალიან გაუჭირდება ქვეყანას და ალტერნატიული იდეაც ვერ იასე. თუ ალტერნატიული იდეა არ არის, როგორც ასეთი სასიცოცხლო თვალსაზრისით, სერიოზული თვალსაზრისით, ვიმეორებ, აი სოფლის დაცვა, ახალი ინდუსტრიული სოფელი, პაატა კოღუაშვილის გენიალური წიგნი, რომელიც მემკვიდრეობით დაგვიტოვა, ბატონი გივი ტალაკვაძეს გენიალური წიგნი, სულ ახლახან გამოვიდა რესურსების ინტეგრალური პროცესები, როგორც ასეთი. არის მეცნიერთა უდიდესი მონაპოვარი, არის უსერიოზულესი, ასე ვთქვათ, ხალხი, რომელსაც ხელეწიფება კიდევ ვიმეორებ უზენაეს საბჭოს მონაპოვართან ერთად, რომელიც გას აფხაზეთის ცხინვალე საერთლიანი სასიცოცხლო ინტერესების ასე ვთქვათ კომპლექსურ საკითხებზე, ამას ჭირდება დემოკრატიულ საწყისებზე განხილვა ქალბატონ სალომეს მიმართად და მთელ საზოგადოებას და არა ჩაკეტილ წრეში რაღაც ბურჭულაობას, როგორც ასეთი, რომლის შედეგადაც შეგვიძლია რაღაც ფანჯრები გავაღოთ, ღია საზოგადოებაზე შეიქმნას და აქტუალურ ასე ვთქვათ რეჟიმში მოხდეს აი ამ ფუნდამენტალური საკითხების ასე ვთქვათ განხილვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სექტას დაემსგავსება და სექტები ყოველთვის ასრულებენ ძალიან ცუდად. მე იმედი მინდა გამოთქვა, რომ ამ ადამიანების თავდადება არ იქნება უნუგეშოდ, როგორც ასეთი და კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული,
როგორც ასეთი და იმედს გამოთქვა, რომ კიდე დასავლეთის სამყაროს კონსტრუქციული წინადადებები, როგორც ასეთი ამასთან სწორი რეზონანსი, სწორი სამოქალაქო საზოგადოების სწორი რეაქციები მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ურთიერთაღიარებამდე უმაღლეს პოსტულატებზე, ეროვნულ პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე, ამ იდეალებზე, მისი დიადი წარმოადგენის მერაბ კოსტავასის ზვიადის დაღუპული ბიჭების 82 ანწუხელიზე და ასე შემდეგ, ეს არის სინათლე ჩვენს ფანჯრებში, ჩვენს გულებში და ამ ფაქტების იგნორირება თუ მოხდა, ჩვენ არანაირი მომავალი არ აქვს. ამის კომპლექსური საკითხების შერწყმა მეცნიერების გული ცნობიერი რა, როგორც გული გონიერი, ხო? აი ამ იდეალის დამკვიდრება თუ მოხდა რაციონალურად, პოზიტიურად, ყველა ნათელი ადამიანის თავშეყრით, რეზულტატი აუცილებლად იქნება. მე მინდა იმედი გამოთქვა, რომ ეს ასე იქნება, განთავისუფლებიან სინდისის პატიმრები, ახალგაზრდა ბიჭები, ზიამაღლობელი, ყველა ჭიჭინაძე და რა ვიცი, ხა მაგათ შორს წაგვიყვანს რა. სიკეთე მინდა ყველას უსურო, ყველა მართალ ადამიანს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენ ამ უღრანი დღეებიდან გამოვალთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სწორი კომპასი გვექნა, სწორი კომპასი კი არის სიმართლე, როგორც ასეთი და აი ამ ტალღიდან და აი ამ უღრან დღეიდან მხოლოდ მაგ შემთხვევაში გამოვალ. კიდევ ერთხელ საუკეთესო სურვილებით მინდა დავემშვიდობო, განსაკუთრებით აი მოშემშლელი ადამიანები მინდა გავამხნევო და თქო მას, რომ შედეგებს გაუსწორონ, ასე თქვა, თვალი და კარგად გაზომონ თავიანთი რესურსები. თავისი კომპრომისებით ექნება თუ უკომპრომისობით. მე სხვას ვერაფერს ვერ ვეტყვი რა. სიკეთეს უსურვებს უყველას. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.